ყველაზე ნაკლებად ეს თინეიჯერების ასაკი მახსოვს და რატომ მერე დავაფიქსირე რა. ანუ აი თინეიჯერების ასაკში შემოდის აი ეგეთი ამბებიც, რომ აი უკვე კაცი ხარ, უკვე რაღაცა მე მტკიცებას იწყებ, რომ მე აღარ გინდა ეგ ბავშვობა, პირი შენვე უარყოფ რა და რატომაც გონია რომ კაცი თუ ხარ, ესე იგი უნდა გაიზარდო და შემოყავს კაცური ისინი მტკიცებები, რაც არის რომ აი იქ მაშინ შემოდის რომ თუ ქალთან აი სირცხვილები იწყება მაშინ რა, აი თუ ქალთან არ ახარ ნამყოფი კაცი არ ახარ და მე გიწევს რომ ვიღაცა აი მოიტყუო სადღაც რომ აი გონია რომ მაგეგოს რომ იბუსტავ რომ კაცთან ისა ქალთან ხარ ნამყოფი აი თუ ქალთან არ ახარ ნამყოფი ბოლომდე კაცი არ ახარ და მე ამიტომ sadღაც ვიღაცებს გიწევს რომ მოიტყუო რომ იმ გოგოს ვაკოცე იმასთან ვიყავი სხვის ნათქვამებს იმეორებ რა ასევე გონია რომ მე რომ მაგედან იწყება კაი კაცობის კომპლექსი რომელიც მე ბევრს ძალიან დიდი ხანი მიყვება რა რომ ყველას კაი ტიპი ვეგონო. ყველას კაი ტიპი ვერ ეგონები და არც უნდა ეგონო რა და აი თან დაიყო ეგ ასაკი რატო მახსოვს ყველაზე ნაკლებად რომ მაშინ შემოვიდა ეს სირცხვილები რა მასტურბაცია მაშინ იწყება და მასტურბაციათან როგორ იყო მოწოდებული რომ იქ სადღაც ცოდვაა ძალიან მძიმე სადღაც ძალიან დიდი სირცხვილია რომ კაცი იმაშვებოდეს და ამას ვიყავი ხოლმე სულ აი როგორ განცდებში იცი მაგ აქტის მერე რომ აი თავს ძალიან დამნაშავედ გწნოვდი რა იქით ეშმაგი მწვავდა და აქეთ საზოგადოება მწვავდა რა და რაღაცნაირად მაგ ან ანალოგიურად იქ სადღაც მე ცოტა ტყუილებიც გიწევს და აი ამ იმაში რაღაც მდგომარეობაში იმდენად სირცხვილის დიდი ნაკადი დამეჯახა რომ აი ეტყობა ტვინს დაემართა თავისი თავდაცვა თუ რაც იყო რომ წაშალა კარში რაღაცნაირად რაღაცა ძალიან დიდი პერიოდი ანუ აქ მარტო მასტურბაციაზე კი არ არის მაგას აქვს რაც მოყვება რომ იქ ვიღაცასთან რაღაც შეგეშალა თან უფროსებს ცუდი რა ვთქვი მაგ დროს სულ გეღადაოებს ცუდ აქცინია რა სულ